საქართველოში 2024 წელს იმაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. საქსტატის მონაცემებით გასულ წელს ქვეყანაში 39483 ბავშვი დაიბადა, 43971 ადამიანი კი გარდაიცვალა. შესაბამისად, ქვეყანაში უარყოფითი ბუნებრივი მატება 4488 ერთეულით განისაზღვრა. 2024 წელს 2023 წელთან შედარებით გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2.8%-ით გაიზარდა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში, ხოლო ყველაზე ნაკლები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში. იმერეთი სტატისტიკურ მონაცემებში მეორე ადგილზეა, აქ 2024 წელს გარდაცვალების 7212 შემთხვევა დაფიქსირდა, აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში. ასევე აღსანიშნავია, რომ 2014 წლის შემდეგ, როცა საქართველოში 60635 ბავშვი დაიბადა, 2024 წელს შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს და ის 39489 შეადგენს. 2024 წელს დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში 14415 ბავშვი, ხოლო ყველაზე მცირე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 227 ბავშვი. იმერეთში ეს მაჩვენებელი 494 შეადგენს და წინა წელთან შედარებით 345-ით არის შემცირებული. საქსტატის მონაცემების მიხედვით დაბადებულთა შორის 20755 ბიჭი და 18728 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია 1.8%-ით. 2024 წელს დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 27 წლით განისაზღვრა.